მილოცვით ხო არ დაიწყებ ბორის ჩელეყურვას. ну მე ზოგადად ძალიან ისეთი ბუტია კაცი ვარ, ვინც აქეთ არ მილოცავს, მას არ ულოცავ ხოლმე დაბადების დღეებს. არ მოლოცია შენ. არ მომილოცა, თუ შემდეგში მომილოცავს, პირდები რომ მეც მილოცავ. როდის გაგ დაბადების დღე? 20 იანვარს ეხლა ხანს ჩაიარა და მაგითო მახსოვს და. ну ზოგადად სიუჟეტს რაც შეეხება. ანუ ერთი ჰოროსკოპის ქვეშ ხომ არ ხარ შემთხვევით. წარმოდგენა არ მაქვს. იმიტომ რომ ეგეც კი გაგვახსენეს. და ვინ არის ჰოროსკოპით? მაგალითად ერთი დეპუტატი ამბობდა რომ მე წინა დღე დავიბადაო და ბეჟან წახაძე ამბობდა რომ ერთი დღე დაცდა ივანიშვილის დაბადების დღეს. ხო, ну სიუჟეტს რაც შეეხება ერთია რაც ჩანს და მეორეა რაც არ ჩანს. რაც ჩანს ის გვახალისებს და სინამდვილეში რაც არ ჩანს ის გულს მიწვავს პირადად მე, იმიტომ რომ ამდენ მოლოცვა შორის არ ჩანს ერთი მოლოცვა, რომელიც ჩანდა სულ და ირაკლი ღარიბაშვილს მგონია რომ არ მიულოცია ამ წელს ბატონი ბიძინასთვის დაბადების დღე და საკმაოდ სევდიანი ისტორია. მე დარწმუნებული ვარ ის რომ თავისუფლებაზე იყოს აუცილებლად მიულოცავდა ბატონ ბიძინას დარწმუნებული ვარ რომ სწორობა მიულოცეს. ციხიდანაც სადა არ ვიცი იცით რა არ ცვლის რა ერთი ადამიანი და მეორეა მისი ოჯახის წევრი. ამ შემთხვევაში ანუ ყველაზე სუდიცით არის რომ აი ბიძინაიმორიშვილსაც კი დარწმუნებული ვარ რომ არ მოსწონს ეს. არ შეიძლება რომ ადამიანს მოსწონდეს რომ ვიღაც გეთაყვანება და თან ასე უნიჭოდ გეთაყვანება. თაყვანსაც ხო რაღაც გრადაციები აქვს, ვიღაც შეიძლება გაქებდეს ძალიან ნიჭერად. ეხა ვიტა ჯაფარიძემ რა უნდა შეგაქოს, რა უნდა თქვა შენზე ისეთი რომ აი ეს ყველაფერი მოგეწონოს და როგორც ახალგაზრდები ამბობენ, როგორ ასაკში ვარ, როგორც ახალგაზრდები ამბობენ, რომ არ დაიქრინჯო. ხო, ამ შემთხვევაში გონია რომ ბიზინა იქინჯება, როცა უყურებს ამ ყველაფერს და მეორე მხრივ ადამიანები, რომლებიც სოციალურ კიბეზე აცოცებას იმით კი აცნობენ, უფრო გამოსტილები იყვნენ, უფრო ჭკვიანები იყვნენ, რაღაცა ისწავლონ, ახალი სკილები ვიღაც შევიდეს პარლამენტში და ახალი ინიციატივა დადოს, მაგარი და თავის თავზე იმუშაოს და განვითარდეს. არა, ყველა მისის რომ ერთი ადამიანია, ვინც ამ ქვეყანაში წვეთს, ციხეში უნდა წავიდეს და ვინ უნდა წამოვიდეს. ვინა უნდა გააკეთოს, როგორ ახალი კანონი უნდა მიიღო, როგორც ამას რა თქმა უნდა დეტალურად არა, რაღაცა უფრო გენერალური გეგმის შედგენის ნაწილში და თან წვეთს მთავარს, ხო? წვეთს იმას, ვინ იქნება ქართული ოცნების პარტიულ საპარლამენტო სიაში არჩევნებზე შესაბამისად, თუ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეგიძლია აამო და იმის იქეთ მეტი არაფერი არ გააკეთო, რაღაცა სიკეთე მეტი არაფერი არ მოიტანო და ამ ერთ ადამიანს შეუძლია რომ შენ წინ წაგწიოს ამ სოციალურ კიბეზე, მაშინ ხო რა საჭიროა რომ საკუთარ თავზე იმუშაო, საჭიროა რომ ყოველთვის გახსოვდეს მისი დაბადების დღე და ნებისმიერ დროს მზად იყო იმისთვის რომ შეაქო. სამწუხაროა კიდევ ერთხელ და მგონია რომ არ იმსახურებს ეს ქვეყანა იმგვარ პოლიტიკოსებს, იმგვარ მმართველებს და იმგვარ ადამიანებს ხელისუფლებაში, რომელსაც მთავარი მიზნად დაუსახავთ რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს ასიამოვნონ და არა ის რომ ზოგადად ამ ქვეყანაზე იფიქრენ. გასაგებია რომ რაღაცა სხვადასხვა ინიციატივები გაჟღერდა და მათ შორის მადლობა ბატონ პრემიერს რომ ჩემი ბებიების ისეთი სურვილი გაითვალისწინა და ჩემს დაოჯახებაზე და ზოგადად ჩვენს გამრავლებაზე ასე კარგად ზრუნავს. მაგრამ მოდი ვუთხრათ მაყურებელს რას გულისხმობ პრემიერ-მინისტრის უნდა გამრავლდეთ, უნდა დაოჯახდეთ ეგრეთ წოდებულის განცხადებას დაქორწინებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა რომ ქორწინების სურვილი არ აქვთ მოქალაქეებს. როგორ შემოიტყა? სხვათა შორის უნდა დაეკონკრეტებინა რა საპირისპირო გესის მქონე ადამიანების ქორწინებაზე ლაპარაკობს, არა აქვს თო ეს ევროპაში რაც ხდება ეხლა ყველა მიცით. არ გვინდა არავის. ხო და ნუ ამ შემთხვევაში ესეც ხო ყველაფერთან ერთად რამდენად კომიკურია, წარმოგიდგენთ ჩვენც კი ქვეყანაში დღეს მინიმუმ იმდენი ამბავი მოხდა, რომ ეგრო დააპროცესო, მაგის დროც აღარ გასდა, დარწმუნებული ხვალ რომ გათენდება დილიდან საღამომდე კიდე არ რა ვიცი ხა ბაჩიაშვილი თავისუფალია, დავითაშვილი გაიქცა, ელისო კილაძე დააკავეს, სასამართლოში ვიღაცები ერთმანეთს ურტყავდნენ, პარალელურად რამდენი საქმე მიმდინარეობს, დილიდან 4 ოქტომბრის პროცესები ვიყავი, არის ტროტუარზე მდგომი და მაგისთვის დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესები, იღებენ უამრავ კანონს, კვერცხის ფასი გაგვექცა უკვე აღარ ვიცით, მაღალია თუ დაბალია, თან შვედეთსაც უნდა ვინერულოთ, ეხლა საწყალი შვედები როგორ არიან, ჩვენს ხელში და ჩვენი გადამკიდე და ნუ საბოლოოდ ისეთ ქვეყანაში ვართ, რომ გინდა არ გინდა ყველაფერს იუმორით თუ არ შეხედე, სერიოზულად არ გამოდის, სივრცე არ არის, სადაც ამას შეგვიძლია სერიოზულად შეხედო და მე გაჩერდე, იმიტომ რომ ფიზიკურად არ გამოგივა და ძალიან კარგია რომ აქ ეხარეს ადამიანები იუმორს ინარჩუნებენ და მიუხედავად იმ უამრავი გაჭირვებისა და რეპრესიებისა, რაც არის ამ ქვეყანაში, მაინც იუმორით უყურებთ რაღაცებს. გონია რომ ესეთი ხალხი ყოველთვის უფრო გამოსადეგი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, ვიდრე ისინი, რომლებიც რაღაცა კალენდარში ერთ დღეს ინიშნავენ, რომ როგორმე ეს ერთი დღე
არ გამორჩით და თან ეხლა რამდენი ტყუის ლაპარაკობდნენ ვიღაცას არ ახსოვს ბიზინა როდის ნახა და ასე შემდეგ შეატყობ ხოლმე ადამიანს ლაპარაკის დროს როდის იტყუება და ამგვარი პარტიის გონია რომ ამ ჭიდრო კონტაქტი აქვს თავის თანაგუნდელებთან? არა, საერთოდ არ მგონია რომ ერთი ადამიანი იყოს სახელგვარი არ მახსოვს რომელიც ამბობდა როდის ნახეთ ბოლოს და ნუ პირველი 4 ბგერა რაც ამოუშვა სიტყვად არ იყო ნუ გაჩერდა და იხსენებდა ვერც გაიხსენა მე თქვა რაღაც ინფორმაცია შეიძლება არსებობდეს რომლის თქმაც არ შეიძლება იმიტომ რომ დააზიანებს და ეს არის კონკრეტულ ერთ მცირე სოციალურ კონსტრუქციაზე ლაპარაკი. კი ბატონო. სხვადასხვა